ამ წუთებში წინანდალში თბილღვინოს პარტნიორთა ყოველწლიური კონფერენცია იმართება, რომელსაც წელს ღვინის ინდუსტრიის წამყვანი პროფესიონალები მსოფლიოს 10-ზე მეტი ქვეყნიდან სტუმრობენ, მათ შორის დიდი ბრიტანეთიდან, კანადიდან, საფრანგეთიდან, პოლონეთიდან თუ ახალი ზელანდიიდან. კონფერენციის ფარგლებში თბილღვინო პარტნიორებს ახალ პრემიუმ ხაზის ღვინოებს წარუდგენს, რა გეგმები აქვს კომპანიას, როგორ იქნება თბილღვინოს გლობალური პოზიციონირება. თბილღვინოს აღმასრულებელ დირექტორთან ზურაბ მარგველაშვილთან ერთად ვისაუბრებთ ამ თემებზე, რომელიც წინანდალიდან გვერდდება. ბატონო ზურაბ, მოგესალმებით. მადლობა თქვენი დროისთვის. გამარჯობათ. ბატონო ზურაბ, დავიწყოთ პირველ რიგში ალბათ ყველა კომპანიისთვის წლის დასაწყისში მნიშვნელოვანია პარტნიორების ინფორმირებაც და ალბათ უკავშირიც, რაც კომპანიას სწორად განვითარებაშიც ეხმარება. როგორი განწყობა აქვთ დღეს თქვენ სტუმრებს, ღვინის პროფესიონალებს, რა განწყობით ჩამოვიდნენ ისინი საქართველოში? მინდა გითხრათ, რომ ჩვენ დიდი ხანია გქონდა ეს განზრახვა, რომ ჩვენი მოგეხსენებათ, რომ ჩვენ 25 ქვეყანაზე მეტში ვახდენთ ქართული ღვინის ექსპორტს და გვინდოდა, რომ ჩვენი პარტნიორები დროდადრო, ასე ვთქვათ, საქართველოს ჩამოგვეყვანა და წელს მეორედ ვატარებთ თბილღვინოს პარტნიორთა კონფერენციას. შესაბამისად, ამ პარტნიორთა კონფერენციას აქვს თავისი კონკრეტული მიზნები და ჩვენ ვაცნობთ ჩვენს პარტნიორებს 2024 წლის განმავლობაში თუ ჩვენ რა ასე ვთქვათ სამუშაო შევასრულეთ, რა მიზნები გვაქვს 2025 წელს. ისევე როგორც ჩვენ შევქმნით ასე ვთქვათ ახალი კომპანიის გლობალური სტრატეგია და ბრენდის არქიტექტურა, რომელსაც ასევე ვაცნობთ ჩვენს პარტნიორებს, მაგრამ ერთ-ერთი ძირეული ამოცანა ჩვენი პარტნიორთა კონფერენციის არის ის, რომ მიუხედავად იმისა, რომ ისინი დიდი ხანია თბილღვინოსთან თანამშრომლობენ და მეტნაკლებად საქართველოზე, ქართულ ღვინოზე არიან, ასე ვთქვათ, გათვითცნობიერებულები, ჩვენ გვინდა, რომ საქართველო კიდევ უფრო ახლოს გავაცნოთ ქართული ტრადიციები, ქართული კულტურა, განსაკუთრებით მევენახეობა, მეღვინეობის კუთხით, რომ გარდა იმისა, რაც მათ იციან, კიდევ უფრო გაუძლიერდეთ მათ ის რეალური გრძნობა, რომ საქართველო არის მართლაც განსხვავებული უნიკალური ქვეყანა, რომელსაც შეუძლია მაღალი კატეგორიის ღვინოების, ასე ვთქვათ, წარმოება და რომ აი ზუსტად ამიტომაც ჩვენი ახალი, ასე ვთქვათ, ბრენდის სტრატეგია და არქიტექტურა, რომლის მიხედვითაც ჩვენი ეგრეთ წოდებული ახალი კოლექციის ღვინოები შეიქმნა, რომ ამ ღვინოებმა მსოფლიოში დაეკავოს ღირსეული ადგილი იმ ყველაზე ცნობილ და მაღალი კატეგორიის ღვინოებთან. ანუ შესაბამისად, ჩვენი ამოცანა არის, რომ პირველ რიგში საქართველო მისი მევენახეობის და მეღვინეობის, ასე ვთქვათ, ტრადიციები და კულტურა ამ ხალხისთვის კიდევ უფრო ცნობილი გახდეს და მათ ამ კონფერენციის შემდგომ წაიღონ თავიანთ ქვეყნებში საქართველოს, ასე ვთქვათ, ნაწილი და ეს ემოციური, ასე ვთქვათ, განწყობა გადავიდეს უკვე, ასე ვთქვათ, კომერციულ და, ასე ვთქვათ, საქართველოს კიდევ უფრო მეტ მხარდაჭერაში და წელს ალბათ ისეთი შედარებით ისეთი განსხვავებული წელია, ჩვენ უფრო მეტ პარტნიორს, ასე ვთქვათ, ველოდებოდით, მაგრამ სხვადასხვა მიზეზების გამო ყველამ ვერ შეძლო, ასე ვთქვათ, ჩამოსვლა. ხომ რა ისახა ეს პოლიტიკური ვითარება, რაც საქართველოშია, თქვენი პარტნიორების საქართველოში ჩამოსვლის გეგმებთან დაკავშირებით? ნაწილმა ამ მიზეზით, ასე ვთქვათ, თავი შეიკავა წელს, თუმცა იმედი გვაქვს, რომ მომავალ წელს კიდევ უფრო მეტ პარტნიორს, ასე ვთქვათ, ჩამოვიყვან და კიდევ მეტ პარტნიორს გავხდით, ასე ვთქვათ, საქართველოს კიდევ უფრო მეტ მხარდამჭერ და გულშემატკივარ. ესენი არიან დიდი კომპანიები, ესენი არიან საერთაშორისო კომპანიები, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წამყვან და ძლიერ ღვინოებს ყიდიან და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ აი ჩვენი მიზანია, რომ საქართველო, ქართული მეღვინეობა და მევენახეობა მათთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული გახდეს. ბატონო ზურაბ, დღეს თქვენს ახსენებთ ერთ-ერთი უმთავრესი სიახლე, რაც თბილღვინოს აქვს, ეს არის, რომ ახალი პრემიუმ ხაზის ღვინოები წარადგინეთ. პირველ რიგში, როგორი შეფასება დაიმსახურა ამ ახალმა პროდუქციამ და თქვენი გეგმებიც როგორია ამ კუთხით, შედარებით მაღალფასიან სეგმენტზე აპირებთ სამომავლოთაც ფოკუსირებას თუ დივერსიფიცირებული იქნება თქვენი პორტფელი?
კი ბატონო, ну, ზოგ ჩვენ პარტნიორს უკვე გასინჯული აქვს ეს ღვინო და ну, ეხლა კიდევ ერთხელ მოხდა ამ ჩვენი ახალი კოლექციის, რომელიც არის ჩვენი თბილღვინოს ვენახებიდან წარმოებული ღვინოების, ასე ვთქვათ, წარდგენა, რომელიც არის შემჭიდროვებული სულ 8 ღვინისგან შედგება, სადაც ძირითადად საფერავის ყურძნის ჯიშზე და ქვევრის მევენახეობაზე არის, ასე ვთქვათ, აქცენტი გაკეთებული და ეს არის, ასე ვთქვათ, იმ მაღალი კატეგორიის ღვინოების ტოლი, რომელიც დღეს მსოფლიოში ყველაზე მოთხოვნადი და ყველაზე, ვთქვათ, სასურველია და შეფასებები არის მნიშვნელოვნად დადებითი. ჩვენ აი ცოტა ხნის წინ ქონდა ეგრეთ წოდებული ვერტიკალური დეგუსტაცია ჩვენი აი ამ 8 ღვინიდან 2-ის, რომლის ასე ვთქვათ, რამოდენიმე მოსავლის ღვინოების, ასე ვთქვათ, გასინჯვა იყო. დღის ბოლოს გვაქვს თბილღვინოს ახალი კოლექციის ღვინოების დეგუსტაცია, რომელიც შეგვიძლია პირდაპირ ვთქვათ, რომ ეს არის მსოფლიო დონის ღვინოები და მათი შედარება მოხდება საფრანგეთის, იტალიის, ახალი ზელანდიის და ამერიკის ყველაზე, ასე ვთქვათ, ცნობილ და შემდგარ და დაფუძნებულ კომპანიის ღვინოებთან, რაც ასევე კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ საქართველოს შეუძლია და უკვე აწარმოებს მსოფლიო დონის ღვინოებს. დიახ. და როგორც თქვენ აღნიშნეთ, გაქვთ ეს სწორება იმაზე, რომ უფრო მაღალი ხარისხის, მაღალი საფასო სეგმენტის ღვინოები იყოს წარმოებული. ამ საფასო სეგმენტში რამდენად თქვათ კომფორტული იქნება თქვენი პოზიციონირება და როგორ შეიძლება რომ თქვათ მივაჩვიოთ მომხმარებელი მას, რომ ქართული ღვინო სწორედ ასოცირდებოდეს იმასთან, რომ ეს არის ძალიან მაღალი ხარისხის ღვინო და თქვათ იგივე თქვათ საფრანგეთის ან სხვა ქვეყნების გვერდით მოიპოვოს მართლაც ღირსეული ადგილი. ну ამის, ასე ვთქვათ, კომუნიცირება, ანუ ურთიერთობა, კომუნიკაცია, გასინჯვა, დეგუსტაცია, შედარება ყველაზე, ვთქვათ, მოთხოვნად და მაღალი რეპუტაციის და კლასის მსოფლიო ღვინოებთან, ანუ ეს არის ის, რითაც ჩვენ მათ შორის ამ კონფერენციის ფარგლებში ვართ დაკავებული და ეს არის, ასე ვთქვათ, ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო გზა იმისა, რომ ჩვენ უბრალოდ კი არ ვილაპარაკოთ, რომ ჩვენ ღვინო კარგია, არამედ პროფესიონალებმა გასინჯონ და შეადარონ მსოფლიოს ყველაზე მაღალი კატეგორიის ღვინოებთან ქართული ღვინოები და თავად დარწმუნდნენ და იწამონ, რომ ეს არის, ასე ვთქვათ, მომავალი და გარდაუვალია, რომ საქართველოს იქნება მაღალი კატეგორიის ღვინის წარმოებელი ქვეყანა. დიახ, და ბოლოს მინდა ბატონზე რომ ვკითხოთ, 2022 წელს თბილღვინო მოარი თქვა რუსეთში ექსპორტზე, რამდენად მოხერხდა რომ სრულად ეს დანაკლისი შეგევსოთ სხვა ბაზრებით და წელს რომელ ბაზრებზე იქნებით ფოკუსირებულები? ну, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ არსებულ ბაზრებზე ჩვენ პოზიციები შევინარჩუნოთ, იმიტომ რომ საკმაოდ გამოწვევები და სირთულეებით სავსე წლები იყო ბოლო წლები, განსაკუთრებით კოვიდის შემდგომი პერიოდი. ძალიან დიდი კონკურენცია არის მსოფლიოში, განსაკუთრებით დაბალფასი ამ ღვინოებში და საქართველოს როგორც ტერიტორიულად მცირე ქვეყანა, ასე ვთქვათ, არის უნიკალური და ეგრეთ წოდებული ნიშური და ამიტომაც ჩვენ უნდა შევეცადოთ, რომ ადგილი დავიკავოთ, შეიძლება გამეორება მიწევს, მაგრამ ადგილი დავიკავოთ იქ, სადაც მაღალი კატეგორიის და მნიშვნელოვანი და საინტერესო ღვინოები წარმოება. რაც შეეხება გეგმებს, ჩვენი გეგმებია, რომ წელს კიდევ უფრო გავძლიერდეთ ბრიტანეთში და ჩვენ ბრიტანელ პარტნიორთან ერთად წელს კონფერენციას ესწრება საკომუნიკაციო სააგენტო ბრიტანეთიდან, რომელიც არა მარტო თბილღვინოს, არამედ ზოგადად საქართველოს და ქართული მეღვინეობის, ასე ვთქვათ, ცნობადობის ამაღლებით არის დაკავებული ჩვენი მხარდაჭერით. ეს უკვე, ასე ვთქვათ, მეორე წელია ხდება და 25 მესამე წელი იქნება. ჩვენთვის მნიშვნელოვანი ესეთი ბაზრები, როგორც არის დიდი ბრიტანეთი, გერმანია, შეერთებული შტატები. ჩვენ აი გასული წლის ბოლოს პირველი გადატვირთვა სამხრეთ კორეაში გავაკეთეთ და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ გვინდა რომ ჩვენი მეტი რესურსები დაიხარჯოს მაღალგანვითარებულ მეღვინეობის, ასე ვთქვათ, მოხმარების ქვეყნებში. ძალიან დიდი მადლობა, რა თქმა უნდა, წარმატებები თბილღვინოს. თბილღვინოს აღმასრულებელი დირექტორი ზურაბ მარგოლაშვილი იყო ჩვენი სტუმარი, რომელიც წინანდიდან გვერდებოდა, სადაც ის კონფერენციას მასპინძლობს.